უძრავი ქონების და ბიზნესის რეგისტრაცია ონლაინ რეჟიმში. სახლიდან გაუსვლელად ბათუმის იუსტიციის სახლში შესაძლებელია ელექტრონული განაცხადის წარდგენა, ანგარიშწორება და საჯარო რეესტრის მიერ მომზადებული დოკუმენტის ელექტრონულად მიღება. ბათუმის იუსტიციის სახლის ელექტრონული სერვისების შესახებ ნათია შაბაძე ისაუბრებს პირდაპირ ეთერში. ნათია, გისმენთ. მე აღარ გავაგრძელებ იმ სერვისების ჩამოთვლას, რომელსაც იუსტიციის სახლი თავის მომხმარებლებს ონლაინ რეჟიმში თავაზობს, რადგან ეს ჩამონათვლა საკმაოდ მუდმივია. უბრალოდ ზოგადად ვიტყვი, რომ მომხმარებლისთვის ონლაინ რეჟიმში მისაწვდომია ხელმისაწვდომია თითქმის ყველა ის სერვისი, რომლის მიღებაც მომხმარებელს უშუალოდ იუსტიციის სახლის შენობაში მოსვლის შემთხვევაში შეუძლია. უბრალოდ იუსტიციის სახლის კონსულტანტები ცდილობენ, რომ ამ ადამიანების დრო დაზოგონ და მათ გააცნონ ამ ინფორმაცია მიაწოდონ მომხმარებლებს ამ ონლაინ სერვისების შესახებ, რადგან ის მომხმარებლისთვის შედარებით სიახლეს წარმოადგენს, ასევე კონსულტანტები ცდილობენ, რომ ამ ონლაინ რეჟიმით, ონლაინ პროგრამებით სარგებლობის წესებით აუხსნან მომხმარებლებს. ოპერატორთან მისვლის გარეშე შეგვიძლია ჩვენ ავიღოთ პასუხი, მარტივად შევიყვანოთ აქ რეგისტრაციის ნომერი, ან დაინტერესებულ პიროვნების პირადი ნომერი და ძებნის საშუალებით ვიპოვოთ ჩვენი რეგისტრაცია და ამოვიღოთ ამონაწილე. იუსტიციის სახლის ასისტენტი მომხმარებლისთვის თვალსაჩინოს ხდის, როგორ უნდა დაარეგისტრიროს უძრავი ქონება ან ბიზნესი რიგში დგომისა და ლოდინის გარეშე. პროცედურები, რომლებსაც წლების წინ დროში გაწელილი ბიუროკრატიული ბარიერების გადალახვა სჭირდებოდა, ახალგაზრდებით მარტივია და რაც მთავარია, რეგისტრაციის გაკეთება სახლიდან გაუსვლელადაც იუსტიციის ვებგვერდის house.gov-ის დახმარებით შეეძლებათ. უძრავი ქონების და ბიზნესის რეგისტრაცია ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ჩვენს სერვისში ონლაინ რეჟიმში ხდება ამის განახლების რეგისტრაცია და ასე შემდეგ. შეგვიძლია ყველა რეგისტრირებული მონაცემის ნახვა, ვისიც არ უნდა იყოს, ხელმისაწვდომობა აბსოლუტური 100%-იანი გამჭვირვალობა. ვებსაიტის საშუალებით მომხმარებელს ასევე შეუძლია საჯარო რეესტრში განაცხადის ელექტრონულად წარდგენა, ანგარიშწორება, საჯარო რეესტრის მომზადებული დოკუმენტაციის მიღება, ინფორმაციის მოპოვება მისთვის საინტერესო უძრავი ქონების შესახებ, ასევე საჯარო რეესტრიდან ამონაწერის მიღება სხვა ქალაქში მდებარე ქონების შესახებ სახლიდან გაუსვლელად. ონლაინ სერვისის მომხმარებლისთვის ყველაზე მომხიბვლელი ის არის, რომ არ უწევთ რიგში დგომა და ზოგავენ დროს. საშუალება მქონდა გავცნობოდი სერვისებს, რომლითაც სარგებლობა ინტერნეტის მეშვეობით სახლიდან გაუსვლელად შემიძლია. ვფიქრობ, ეს ძალიან კარგი საშუალებაა იმისთვის, რომ დაზოგო შენითო. არ გიხდება აქ მოსვლა და რიგში დგომა, რაც არც თუ სასიამოვნოა. ახალი სისტემები აიოლებს ამ უწყებასთან ურთიერთობებს. ვებ-პროგრამები მართალია უკვე აპრობირებულია, თუმცა მომხმარებელში მათი მეტი პოპულარობის მიზნით ბათუმის იუსტიციის სახლში ელექტრონული ონლაინ სერვისების პრეზენტაცია ხშირად მოხდება. რა თქმა უნდა, უფრო თვალნათელი იქონ, ნათელი იყოს, უფრო ადვილი იყოს. საერთოდ ჩვენი სერვისები არის ძალიან გამარტივებული, ძალიან ესე ვთქვათ, ადვილად აქ საქმელია და მაქსიმალურად ვეცადეთ, რომ აი ამ რეფორმების შედეგად ისეთი ტექნოლოგიური ხაზი გაგვეტარებინა, რაც გაუმარტივებდა მოქალაქეებს ამ სერვისების მიღებას. თუმცა ჯერჯერობით მომხმარებელთა უმრავლესობას ტექნიკასთან ურთიერთობას ადამიანებთან ურთიერთობა ურჩევნიათ, ამიტომაც იუსტიციის სახლის ყველა განყოფილებაში დღეს ტრადიციულად ხალხმრავლობა იყო. ახალ შენობაში მთავარი სიახლე, რაც მომხმარებელს უკვე მოხვდა თვალში, არის თანამშრომელთა თავაზიანობა და შესამჩნევი ოპერატიულობა. მომსახურების მაღალი დონეა ძალიან. შემოსვლისთანავე გეგებებიან, გაღიმებული სახეებით მოყავხარ არაჩვეულებრივ ყმაწვილებსა და ქალიშვილებს იქ, სადაც გაქვს შენ საქმე. ოპერატიულად სწრაფად და რა ვიცი, გაღიმებული და კარგია თუ კი ესეთი სიახლეები ბევრი იქნება აჭარაში. იუსტიციის სახლი იუსტიციის სამინისტროს სერვისების სრულიად ახალი კონცეფციის მქონე საჯარო დაწესებულებაა. აქ სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, ეროვნული არქივის, აღსრულების ეროვნული ბიუროს, ნოტარიუსთა პალატის, საკანონმდებლო მაცნეს, იუსტიციის სასწავლო ცენტრის სერვისების სისტემურადაა გაერთიანებული. ბათუმის იუსტიციის სახლი პირველია საქართველოში, მიმდინარე წელს იუსტიციის სახლები რუსთავში, მესტიასა და ქუთაისშიც ამოქმედდება. როგორც სიუჟეტში უკვე აღნიშნე, მიმდინარე წელს ბათუმის იუსტიციის სახლში კიდევ სამ ქალაქში შეუერთდება, გაიხსნება ახალი იუსტიციის სახლები და ამ ჩამონათვალს უკვე 2012 წლიდან შეუერთება დედაქალაქი თბილი.